ქალბატონი იყო ჩემი ნათესავი მანდ და იმას უთხრა რომ თუ აგრესია წამოვა თქვენგანო რამე უბრალოდ ჩვენ წინააღმდეგო ცოტა წინააღმდეგობა იქნებაო დანაქონდა ფეხზე მოგნული ტაქტიკური სამაგრი ქონდა ერთ მხარეს იარაღი ქონდა მინისტრს ერთ მხარეს იარაღი ქონდა მეორე მხარეს დანა აიღო ეს დანა და ესიანახა ძალიან დიდი დანა იყო და აი ამ დანით გამოვკრითო ყელს დავიწყებო ეს თან შენობით მიმართა შენით დავიწყებო და ქალს ბავშვს მოხუც არავის არ დავინდობო ოქრუაშვილი ამბობს ოქრუაშვილი მინისტრი პირადად ოქრუაშვილი სხვა არ ყო და გამოგჭრით ყველას ყელსო აი თუ პატარა წინააღმდეგობა იქნებაო ყველას ყელს გამოგჭრით აი ამ დანითო დაგაყენებოდა თორებს დაგაყრევინებდა თანუ მადლობა თქვითო რომ ერთი ქალი დაიღუპაო და 10 და 20 და 32 აი თქვენ სადაც გახართ ის მიწევნა დაიწვას უწესითო იმდენად იყო აქ ბანდფორმირებაო და არ ემორჩილებოდითო ცენტრალურ ხელისუფლებასო თქვენი რაღაც თქვენ მოწყობილი აქვს ძარცვები ყაჩაღობა და ამდენი წელი რომ ტერიტორიას გაკონტროლებინებდით ცენტრალურ ხელისუფლებასო ეს არავინ არ უთხრა რომ სამშობლოს ემსახურებოდითო ეს უთხრეს კი ბატონო მაგრამ ის მეთაური რომელიც იყო მანდ ის უკვე ტყეში ყავდათ და დასდევდნენ მოსაკლავად როცა შემოვიდნენ ჩვენთან სახლში 2006-ში 15 აგვისტო იქნებოდა ალბათ 26-ში 27-ში მაგრამ დიდი ხანი ვერ ამოდიოდნენ ჩვენ ზედა სოფელში ცხოვრობდით ორი სოფელი ქონა და როცა შემოვიდნენ უკვე ესე ეძახიან წმენდაზე რაციაში საყურისი არ ქონა აკეთებული ერთ სპეცრაზმელს და რომ გადასცემდა ერთი მაღალჩინოსანი იყო მან ოქრუაშვილმა გამოაცხადა გენერალ გუბერნატორი ხარო ესე უთხრა სანამ თავდაცვის სამინისტრო მანდ იყო ის განაგებდა ყველაფერს პოლიციას გამგებლებს აბსოლუტურად ყველაფერს უფროსი იყო ის გუჯეჯიანი ხვიჩა ის იყო ყველაზე აგრესიული ვინც იყო ადგილობრივი იყო ხეობელი იყო მე გამოსახლებული აქ თბილისში და ის შემოვიდა ყველაზე მეტი აგრესიით და ის გადაცემდა რაციით ზურაბ გერლიანზე რომ სად არის ხო არ გინახიათო და არ არისო და როგორც კენახავთ ეგრევე X-ი კერძეო ეს X-ი ნიშნავს გადაჭრას კერძზე პირდაპირ X-იო არანაირი აყვანა აქამდე არ ჩამოიყვანა ცოცხალიო ოქრუაშვილმა გაცა ეს ბრძანება ხვიჩა გუჯეჯიანმა ზევიდან არის ბრძანებაო მინისტრისო რომ პირდაპირ X-ი დაახადეთ კერძეო გასაგებია